არსებობს ტომები ისეთი ტრადიციებით, რომ კონტექსტის გარეშე მოგიყვები და იფიქრებ, რომ ვიგონებ. ბავშვები, რომლებიც სიბნელეში იზრდებიან, ოჯახები, რომლებიც ახალ შობილებს გლოვობენ, როცა ისინი ჯანმრთელები არიან. იქამდე კი სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, თუ მოგეწონებათ და გენდომებათ ამ კონტენტის განვითარება, უბრალოდ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ასევე დამიწერეთ კომენტარებში, რა თემებზე ისურვებდით ვიდეოს ყურებას. მე გიორგი ვარ, უყურებთ ფაქტომას და გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებ იმ 20 ტომის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგონილიც კი არ გქონდეთ და იმ უჩვეულო წესჩვეულებების შესახებ, რომელიც მათ დღემდე ახასიათებთ. მე-20 უკანასკნელი ადამიანი ამაზონიდან. წარმოიდგინე, რომ ხარ უკანასკნელი ადამიანი მთელ სამყაროში, არა ოჯახი, არა ენა, არა მოგონებები სხვასთან გასაზიარებლად. ბრაზილიის ამაზონში 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდა კაცი, რომელიც საკუთარი ტომის ერთადერთი გადარჩენილი წევრი იყო. მისი ნამდვილი სახელი არავინ იცოდა. არავინ იცოდა თუ რა ენაზე საუბრობდა იგი. მას ხვრელების კაცს ეძახდნენ, რადგან დღეში ღრმა ორმოებს თხრიდა. თუ რა იყო ამის მიზეზი, არავინ იცოდა. ბრაზილიის ხელისუფლება წლების განმავლობაში შორიდან ადევნებდა მას თვალს. უტოვებდნენ ხელსაწყოებს, თესლებს, მაგრამ არასდროს უახლოვდებოდნენ. მან ათლა დაჩვენა ის ფაქტი, რომ მარტო ყოფნა სურდა. 2022 წელს ის გარდაიცვალა და მასთან ერთად გაქრა მთელი ცივილიზაცია. როცა უკანასკნელი ადამიანი სუნთქვას წყვეტს, ისტორიაც სამუდამოდ ქრება. მე-19 ქვები, რომლებიც სინათლეს ასხივებენ. კოლორადოს იუტების შამანებს ჰქონდათ ინსტრუმენტი, რომელიც ღამით ანათებდა. ცეცხლის გარეშე და ელექტროობის გარეშე. ისინი იყენებდნენ კვარცს და როცა შამანი არ ხედავდა მას, ქვები ერთმანეთს ეჯახებოდა. ასე იქმნებოდა წამიერად სინათლე და მომენტალურად იფეთქებდა ხოლმე სიბნელეში. იუტებმა ეს ფენომენი საუკუნეების წინ გამოიყენეს, როცა მეცნიერებაზე მათ ჯერ არც გისმენოდათ. მათთვის ეს არ იყო ფიზიკა, ეს იყო სულებთან საუბარი და იქნებ სწორედ ამიტომაც ხანდახან უძველესი ცოდნა და აღმოჩენები ბევრად წინ უსწრებს თანამედროვე ტექნოლოგიას. მე-18 ბავშვები, რომლებიც სიბნელეში იზრდებიან. კოლუმბიის კოგი ტომში მღვდლები არ სწავლობენ წიგნებიდან, ისინი უბრალოდ ცხოვრობენ სიბნელეში. თუ ბავშვს მღვდლად აირჩევენ, ის სიცოცხლის პირველ 9 წელს ატარებს თითქმის სრულად სიბნელეში. მცირე გამოქვაბულებში, სადაც მზის სხივიც არ აღწევს. იქ ისინი სწავლობენ სამყაროს უხილავ მხარეს, ალუნას. მათი რწმენით სინათლის გარეშე გონება უფრო მკვეთრად ხედავს რეალობას. როცა ბოლოს და ბოლოს მზეზე გამოდიან, მათთვის ეს არ არის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი დღე. ეს მათთვის სრულიად ახალი სამყაროა, რომლის გაგებასაც მთელი ბავშვობა მიუძღვნეს. მე-17 ხალხი, რომელმაც ცუნამი იწინასწარმეტყველა. 2004 წლის დილას ტაილანდის სანაპიროზე ყველაფერი მშვიდად ჩანდა, მაგრამ მოქანების ტომი გრძნობდა, რომ ეს დღე რაღაც საშინელებას მოასწავლებდა. მათი ლეგენდა ლაბუნზე ამბობდა: თუ ზღვა მოულოდნელად უკან იხევს, თუ ფრინველები ჩუმდებიან, გაიქეცი. და ზუსტად ეს მოხდა. მოქანები არ დაელოდნენ სირენების ხმას, არ დაელოდნენ ახალ ამბებს. ისინი უბრალოდ წავიდნენ და გაიქცნენ მთისკენ. შედეგი, მათი თითქმის არც ერთი წევრი არ დაღუპულა. ფაქტია, მითები და ლეგენდები საუკეთესო გადარჩენის საშუალებაა. მე-16 ტომი, რომელიც პრინც ფილიპს ღმერთად თვლიდა. ვანუატუში ცხოვრობს ტომი, რომელსაც ჯეროდა, რომ ბრიტანეთის პრინცი ფილიპი ღვთიური არსება იყო. მათი წინასწარმეტყველება ამბობდა, რომ მთის სულის შვილი ოკეანეს გადაცურავდა და ძლიერ ქალს შეირთავდა. როცა მათ ნახეს პრინცის ფოტოები დედოფალთან ერთად, ყველაფერი ერთ წამში გასაგები გახდა. ისინი უგზავნიდნენ მას საჩუქრებს. პრინციც პასუხობდა წერილებით და ავტოგრაფიანი ფოტოებით. როცა ის გარდაიცვალა, ტომმა გლოვის ცერემონია ჩაატარა. ზოგჯერ წმენა არ საჭიროებს ახსნას. ის უბრალოდ არსებობს. მე-15 პედების შოტლანდიური კილტები. სამხრეთ აფრიკაში არის ტომი, რომელიც ქორწილებს შოტლანდიური კილტებით აღნიშნავს. პედების ტომი დღესაც ატარებს წითელ, შოტლანდიურ სტილში შეკერილ ქვედაბოლოებს. ეს ტრადიცია გაჩნდა მე-19 საუკუნეში, როცა ბრიტანეთის არმიის შოტლანდიური რაზმები მათ მიწაზე გამოჩნდნენ. მაგრამ პედებმა არ გადაიღეს უბრალოდ სტილი, მათ გადააკეთეს. ფერები უფრო კაშკაშა გახადეს, ორნამენტები სრულიად საკუთარი და როცა ოდესღაც უცხო იყო, ეს უკვე მათი იდენტობის ნაწილია. დღეს პედის ახალგაზრდების უმეტესობამ არც კი იცის, რომ მათი ტრადიციული სამოსი ოდესღაც შოტლანდიური იყო. მათთვის ეს უბრალოდ ოჯახიდან ოჯახში გადაცემული ისტორიაა. მე-14 ხალხი რიცხვების გარეშე.
ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს ტომი, რომლის ენაში არ არსებობს რიცხვები 1, არც 2, არც 3. პირահასთვის არსებობს მხოლოდ ცოტა და ბევრი და ეს მათ ცხოვრებას სრულიად ცვლის. ისინი არასოდეს საუბრობენ შორეულ წარსულზე, არ გეგმავენ შორეულ მომავალს. რაც მნიშვნელოვანია, უნდა იყოს დანახული საკუთარი თვალით. აქ და ახლა. მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ჩფოთიანი ხალხია. როცა არ ითვლი დღეებს, ალბათ არც პრობლემებს ითვლი. მე-13 ხალხი, რომელიც დაბადებაზე გლოვობს. ინდოეთში სატიას ტომს უცნაური ტრადიცია აქვს. ისინი ფაქტობრივად ცხოვრებისეულ რივერში ცხოვრობენ. როცა ადამიანი კვდება, ისინი ზეიმობენ, მაგრამ როცა ბავშვი იბადება, ისინი პირიან. მათი რწმენით სიკვდილი არის გათავისუფლება ცხოვრების ტკივილისგან, ხოლო დაბადება ახალი ტანჯვის დასაწყისი. არის ამაში იდეაში სიმართლის მარცვალიც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ უყვართ. უბრალოდ მათ ესმით, რამდენ სირთულეს უნდა შეხვდეს ის მომავალში. სადღესასწაულო ცერემონია სიკვდილზე და გლოვა სიცოცხლის დასაწყისზე. ზოგჯერ განსხვავებული ხედვა-სამყაროს სრულიად ცვლის. მე-12 მარილი, რომელიც მცენარეებიდან მიიღება. ჩრდილოეთ ინდოეთში აპატნის ტომი ზღვისგან შორს ცხოვრობს. სწორედ ამიტომ მარილი მათთვის ოდესღაც მიუწვდომელი იყო, მაგრამ მათ იპოვეს გამოსავალი. ცვავდნენ ადგილობრივ ბუჩქებს, იღებდნენ ნაცარს და წყალში აზავებდნენ. ასე მიიღეს ნივთიერება, რომელსაც დღესაც კი იყენებენ. ეს მიგნება მათ იცავდა მინერალების ნაკლებობისგან საუკუნეების განმავლობაში. როცა საჭიროება ძლიერია და როდესაც საქმე თვით გადარჩენას ეხება, ადამიანის გონება ეხსნება და სულ სხვაგვარად იწყებს აზროვნებას. ასე მოხდა ამ ტომის შემთხვევაშიც. მე-11 თაფლი და ფრინველი. ტანზანიაში ჰაძას ტომის მონადირეები თავს არასდროს ეძებდნენ მარტო. მათ ჰყავდათ პარტნიორი, ველური ფრინველი, რომელსაც ჰანიგაიდი ეწოდება. როდესაც ადამიანი უსვენ სპეციალური ნიშნით, ფრინველი პასუხობს და წინ მიფრინავს. ხშირად ათეულობით მეტრის სიღრმეში შეხავს ადამიანი. ის არ აჩვენებს მიმართულებას ერთხელ, ბრუნდება, ელოდება და ისევ მიფრინავს, სანამ ფუტკრების კასთან არ მიიყვანს. როცა ადამიანი თაფლს იღებს, ფრინველი მოთმინებით ელოდება მას გვერდით და მხოლოდ დასრულების შემდეგ ცვილსა და მატლებს თავად მიირთმევს. ეს არ არის გაწვრთნილი, არ არის გალიაში გაზრდილი. ეს არის ველური ფრინველი, რომელმაც ადამიანთან თანამშრომლობა თავად არჩია. ეს არის შეთანხმება ორ სახეობას შორის, ურთიერთგაგება, რომელიც 1000 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღემდე ბუნების ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ პარტნიორობას წარმოადგენს. მე-10 ბავშვი ბევრი მამისგან. ვენესუელაში ბარის ტომს სჯერა, რომ ბავშვს არ ჰყავს ერთი მამა. ორსულობისას ყველა მამაკაცი წვლილს დებს ბავშვის ჩამოყალიბებაში. დღეს უკვე წვლილს ეძახიან. შედეგად კი ერთ ბავშვს შეიძლება რამდენიმე მამა ჰყავდეს და ყველა მათგანი ვალდებულია იზრუნოს მასზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბიოლოგია შეიძლება სხვა რამეს ამბობდეს, მაგრამ მათი სოციალური სისტემა მუშაობს იდეალურად. მე-9 ყველაზე მზრუნველი მამები მსოფლიოში. ცენტრალურ აფრიკაში აკას ტომში მამები შვილებს იშვიათად ჩორდებიან. სტატისტიკურად ბავშვი მათ ხელში ცხოვრების თითქმის ნახევარს ატარებს. მამა მასთან ატარებს ნადირობის დროს, ამშვიდებს ტირილისას და ხშირად სწორედ ის არის პირველი, ვინც ღამით მის ხმაზე იღვიძებს. აქ მამობა არ ნიშნავს მხოლოდ ოჯახის გამოკვებას, ეს ნიშნავს ყოველდღიურ ფიზიკურ და ემოციურ სიახლოვეს. აკას კულტურაში ბავშვის აღზრდა არ არის მხოლოდ ქალის საქმე. ეს არის ორი ადამიანის მუდმივი, თანაბარი პასუხისმგებლობა, რომელიც იწყება ბავშვის პირველივე დღიდან. მერვე არწივები, რომლებსაც ათავისუფლებენ. მონღოლეთის უსასრულო სტეპებში მონადირეები არწივებთან ერთად ნადირობენ. ეს არ არის უბრალო ტრადიცია, ეს არის მეგობრობა, რომელიც წლებს ითვლის. არწივს ბავშვობაში იჭერენ და ოჯახში ზრდიან. წლები გადის გვერდი-გვერდი ზრდებიან და არწივი სწავლობს ნადირობას, მონადირე მოთმინებას. ისინი ერთად კვეთენ ქარს, თოვლს და სიჩუმეს. როცა არწივი საკმაოდ ძლევამოსილი ხდება, ამ დროს მონადირე აკეთებს ყველაზე რთულს, მას უშვებს. არწივი ბრუნდება ველურ ბუნებაში, იმ ადგილას, სადაც მისი ადგილია და რა თქმა უნდა, უკან აღარასდროს ბრუნდება. მონღოლებისთვის ნამდვილი პარტნიორობა არ ნიშნავს ფლობას. მათთვის ეს ნიშნავს იმის ცოდნას, რომ როცა ამის მომენტი დადგება, უნდა გაუშვა. მე-7 რატომ არიან კოღოები ასეთი საზიზღრები? ტლინგიტების ტომის ძველი ლეგენდის მიხედვით, კოღოები ყოველთვის ასე არ გამოიყურებოდნენ. ოდესღაც ისინი ადამიანები იყვნენ, ხარბები ეგოისტები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და სხვების ტკივილს ვერ ამჩნევდნენ.
ამბობენ, რომ ისინი სოფლებში დადიოდნენ, იღებდნენ რაც სჭირდებოდათ და არასდროს ტოვებდნენ მადლიერებას უკან. სულემა დაინახეს ეს უსამართლობა და გადაწყვიტეს სასჯელი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებდა. მათ ადამიანები კოღოებად აქციეს, პატარა არსებებად, რომლებსაც არსებობისთვის ისევ ადამიანისგან უნდა მიეღოთ ენერგია. ამიტომ როცა კოღო გაწუხებს ღამით და ვერ გტოვებს, შვიდად ტლინგიტების თქმით ეს უბრალოდ ძველი ბოროტი ადამიანის სულია, რომელიც კვლავ ეძებს იმას, რაც სიცოცხლეში ვერ ისწავლა, თანაგრძნობას. მეექვსე, კენიელის სირბილის მეფეები. კენიაში კელენჯინების ტომი დისტანციურ სირბილში თითქმის დაუმარცხებელია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მცირედ ნაწილს წარმოადგენენ, ოლიმპიადებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლების დიდი წილი სწორედ მათ ეკუთვნის. პირველი მიზეზი ეს არის სიმაღლე ზღვის დონიდან. კალენჯინების სოფლების უმეტესობა მაღალ მთიან რეგიონებში მდებარეობს, სადაც ჰაერი უფრო იშვიათია და ფილტვები ბავშვობიდანვე მძიმე პირობებს ეჩვევიან. მეორე ეს არის გენეტიკა. მათი სხეულის აგებულება, ეფექტური ჟანგბადის გამოყენება იდეალურად ერგება გრძელი დისტანციების რბენას. და მესამე, ბავშვობა. ბევრი მათგანი სკოლამდე ყოველდღე კილომეტრებს დარბის. არა ვარჯიშისთვის, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ გზა შორია. მაშინ როცა სხვა ბავშვები თამაშობენ, კალენჯინები უკვე საკუთარ ჩემპიონობის საფუძვლებს ქმნიან. მეხუთე, ტომი, რომელიც ქრება. ტიბეტის პლატოზე ჩანგპები მუდმივ მოძრაობაში ცხოვრობენ. მათ არ აქვთ ქალაქები, არ აქვთ სახლები ქვის კედლებით. მხოლოდ კარვები ისეთი ფერის და ფორმის, რომლებიც თავად გარემოში ქრებიან. დღეს აქ არიან, ხვალ აღარავინ იცის სად. ისინი მიყვებიან იაკების საძოვრებს, ქარს, თოვლს და სეზონებს, სადაც ბალახია, იქ არის მათი სოფელიც. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა 9 მილიონს აღწევს, თანამედროვე სამყაროსთვის ისინი თითქმის უხილავები არიან. ხალხი, რომელიც სუკებზე იშვიათად ჩნდება, მაგრამ ტიბეტის ცივცას უკვე საუკუნეებია სიცოცხლეს უნარჩუნებს. მეოთხე, რატომ არ აქვთ ინუიტებს თეთრი კანი? ინუიტები ჩრდილოეთის უკიდურეს რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ზამთარში მზე თვეების განმავლობაში საერთოდ არ ჩანს და მაინც მათი კანი შედარებით მუქია. ამის მიზეზი გენეტიკა და დიეტაა. ინუიტების ტრადიციული საკვები სავსეა ზღვის პროდუქტებით, თევზით, ვეშაპების ცხიმით, რომლებიც მდიდარია D ვიტამინით და აუცილებელი მიკროელემენტებით. იმ დროს, როცა სხვა ხალხს მზის სინათლე სჭირდება ვიტამინების მისაღებად, ინუიტებს მას ოკეანე აძლევს. მათთვის მზე აუცილებელი აღარ არის, რადგან ზღვა მათ ნაცვლად ყველაფერს აკეთებს. მესამე, კალაშები და ბერძნები. პაკისტანის ჩრდილოეთ მთებში მცხოვრები კალაშები დარწმუნებული არიან, რომ ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცების შთამომავლები არიან. მეცნიერებას ამის დამტკიცება არ შეუძლია, მაგრამ მათი გარეგნობა, ენა და ტრადიციები მართლა გამორჩეულია მთელ რეგიონში. მათ აქვთ საკუთარი ფესტივალები, სიმღერები და რწმენა, რომლებიც ირგვლივ მაცხოვრებელი ხალხისგან სრულიად განსხვავებულია. და კალაშებისთვის ეს საკმარისია. ისტორია შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ იდენტობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოცხლობს. მეორე, მბრუნავის სულები. ბენინში ზანგბეტოები ღამით გამოდიან. მბრუნავი ჩალის ფიგურები, რომლებიც მთელი სოფლის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ზოგი მათ სულებად თვლის, რადგან მათთვის ეს ძალები უხილავი, ჯადოსნური სამყაროდან მოდის. სხვებისთვის კი ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, კოსტუმებში გამოწყობილები. ზანგბეტოების მიზანია სოფელში წესრიგი შეინარჩუნონ, კრიმინალი და ქაოსი თავიდან აირიდონ, ბავშვები დაიცვან და მიწის სამუშაოებით ზედმიწევნით შეამოწმონ. სოფლის მკვიდრნი თვლიან, რომ თუ ისინი არ გამოჩნდებიან სოფელში, ქაოსი და უსახსრობა დაისადგურებს. ამიტომ ისინი როგორც წარმოსახვის სიმბოლოები ყველა თაობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. და პირველი, ცხოვრება მხოლოდ აწმყოში. პირახას ხალხს არ ჰყავს ღმერთები, არ იციან მითები და არ ინახავენ წარსულს. მათი სამყარო მთლიანად ეხება მხოლოდ იმას, რასაც აქ და ახლა ხედავენ. ისინი არ აფასებენ დროს, წარსულის ან მომავლის პერსპექტივაში. დღის ყოველი წამი სრულად ხდება მათთვის, როგორც საკუთარი მნიშვნელობის მქონე სამყარო. შესაძლოა ეს უცნაურად ჟღერდეს ჩვენთვის, რომლებიც გეგმებს, ისტორიულ მოვლენებს და რწმენებს მივყვებით, მაგრამ სწორედ ამის გამო პირაპები ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხალხია დედამიწაზე. ისინი ცოცხლობენ მხოლოდ იმით, რაც ნამდვილად აქვთ და რასაც პირდაპირ აღიქვამენ. და როცა ამ ტომს უყურებთ, ხვდებით, რომ ცხოვრება მხოლოდ ჩვენს წესებზე არ არის აგებული. სამყაროში ბევრი გზა არსებობს ბედნიერებისკენ და ზოგჯერ კი პასუხები ყველაზე მარტივია, იცხოვრო აწმყოში და დააფასო ის, რაც უკვე გააქვს. ანუ იცხოვრო აქ და ახლა. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომაც. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, ჩართეთ ზარისღილაკი და გამოიწერეთ არახი, რომ არ გამოგცეთ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო. აბა დროებით.